დაიწყო ზაფხულის პერიოდი და ძალიან ბევრი კითხვებია ამ სეზონთან დაკავშირებით და შევეცდები, რომ ამ ერთ ვიდეოში ძალიან მოკლედ ვუპასუხო ყველა მათგანს, ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს. პირველ რიგში სქესობრივად გადამდები ინფექციები. შესაძლებელია თუ არა ის გადაგედოს ზღვით, ზოგადად წყლით, იქნება ეს აუზში, იქნება ზღვაზე თუ ტბაზე, მდინარეზე და მოგახსენებთ, რომ ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, სქესობრივად გადამდები ინფექციები არ გადადის ზღვაში, წყალში, ზოგადად წყალში ბანაობით. აქვე შეიძლება მეორე კითხვა გაჩნდეს, მაშინ რატომ ხდება, რომ ზღვაზე დასვენებისას, ან დასვენების შემდეგ, მალევე მწვავდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა განსაკუთრებით ქალებში, როგორიცაა გამუნადენი, ქავილი საშოს და მიდიან ექიმთან, აღმოჩნდება რაიმე ინფექცია და შემდეგ კურნალობენ ანტიბიოტიკებით. დიახ, ზღვაზე დასვენების შემდეგ ძალიან ხშირია სხვადასხვა ინფექციების გამწვავება და ეს ინფექცია შეიძლება იყოს ის, რომელიც ისედაც არის ოღონდ ესეთ რემისიაში და რომელიც გამწვავდა ზღვაზე დასვენების შემდეგ. ან უბრალოდ ჩამოყალიბდა დისბაქტერიოზი. ეხლავე აგიხსნით, რას ნიშნავს ეს ყველაფერი. მოგეხსენებათ, რომ საშო არ არის სტერილური ორგანო. აქ არის ბაქტერიები, რომელთა შორის სხვადასხვა ბაქტერიებია, ბევრი ბაქტერია, რომელთა შორის არსებობს გარკვეული ბალანსი და სწორედ ეს ბალანსი ხშირად ირღვევა იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეითდება ორგანიზმის იმუნიტეტი და როდესაც ვისვენებთ ზღვაზე ან მთაში არ აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერ შემთხვევაში იცვლება ჩვენი ცხოვრების, ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმი, ასევე ძილის რეჟიმი, კვების ჩვევები, გვიწევს სხვანაირად ვიკვებოთ, სხვანაირი საკვებიც მივიღოთ და აქედან გამომდინარე, აი ამ ადაპტაციის პერიოდში, აი ახლებურ გარემოებებთან ორგანიზმში შეიძლება დაქვეითდეს იმუნიტეტი და რამაც შეიძლება გამოიწვიოს აღნიშნული სიმპტომები. ამასთანავე წყალში ბანაობისას შესაძლოა მოხდეს თუ მეტისმეტი მოგვივიდა, მოხდეს გადაციება ორგანიზმის და ესეც აქვეითებს იმუნიტეტს და შედეგად ის ბალანსი, რომელიც არის ბაქტერიებს შორის, ირღვევა და ვითარდება დისბაქტერიოზი, ანუ ბაქტერიული ვაგინოზი. სჭირდება ამას მკურნალობა, რასაკვირველია სჭირდება და უნდა მიმართოთ ექიმ-გინეკოლოგს. შეიძლება თუ არა მენსტრუაციის დროს ზღვაში ბანაობა. თუ ეს თქვენ რაიმე ისეთ დისკომფორტს არ გიქმნით, რასაკვირველია შეიძლება, მაგრამ უნდა დაიცვათ გარკვეული წესები. პირველი ის, რომ 10-15 წუთზე მეტი ხანი არ უნდა გაჩერდეთ წყალში, გამოიყენოთ საფენს არ გირჩევთ, ჩვეულებრივ საფენს მენსტრუალურს, არამედ მაგალითად ვაგინალური ტამპონი მჯობესია და კიდევ უკეთესია თუ შეძლებთ გამოიყენოთ მენსტრუალური ჭიქა. ასევე მენსტრუაციის დროს არ გირჩევთ, რომ დიდხანს იწვეთ მზეზე, გაირუჯოთ, რადგან სხეულის ტემპერატურა ამ დროს მატულობს, ფართოვდება სისხლძარღვები და შესაძლოა გქონდეთ ბევრად უფრო ჭარბი მენსტრუალური სისხლდენა, ვიდრე გაქვთ სხვა დროს. რაც შეეხება გარუჯვას და ცურვას ზღვაში ორსულებისთვის, ცურვა ზღვაში, აუზში, რასაკვირველია ორსულებისთვის შეიძლება, თუ მას არ აქვს რაიმე სახის უკუჩვენება პირადი ექიმისგან, ვისთანაც ის გადის მეთვალყურეობას, ორსულობის მეთვალყურეობას. და რაც შეეხება გარუჯვას, აი ესეთი მიზანმიმართული გარუჯვა ან დიდხანს ყოფნა მზეზე ორსულისთვის და ასევე არაორსულისთვის არ არის სასურველი.